მოგესალმებით მეგობრებო, განმოგზავნებთ C# შესწავლას და ჩვენი დღევანდელი თემა გახლავთ ტერნარი ოპერატორები. მოდი ნახოთ რა არის ეს და პირდაპირ მაგალითზე გადავიდეთ. იმ შემთხვევაში თუ მოგწონთ ჩემი გაკვეთილები და ჩემი არხის კონტენტი, გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეოები, რათა არხი უფრო გახდეს პოპულარული და ხელმისაწვდომი ყველა პროგრამირებით დაინტერესებული ადამიანისათვის. სანამ დავიწყებთ, ახლა მოდი გავარკვიოთ რას ნიშნავს ასე ვთქვათ თვითონ სიტყვა ტერნარული, ხო? პრინციპში ვიცით ეს რასაც ნიშნავს. ჩვენ უკვე ვიცით რომ ასე ვთქვათ შეგვხვდა ეს ტერმინი, როცა საუბრობდით ოპერატორების შესახებ და ჩვენ თქვით რომ არსებობს სამი ტიპის ოპერატორი, ხო? უნარული ოპერატორი, ბინარული ოპერატორი და ტერნარული ოპერატორი. უნარული ოპერატორები მუშაობდნენ ერთ ოპერანდთან, ბინარულები ორთან, ტერნარულები სამთან. შესაბამისად ტერნარული თვითონ სიტყვა ნიშნავს რომ აი ეს კონსტრუქცია, რომელსაც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, მუშაობს სამი ტიპის მონაცემთან. მოდი ვნახოთ მაგალითები. დავწეროთ int a უდრის 0-ს და თუ დავწერ მაგალითად a++, აი ესეთ ტიპის ჩანაწერს ეწოდება უნარული ტიპის ჩანაწერი, უნარული. იმ შემთხვევაში თუ დავწერ ასე ვთქვათ int დავუშვათ გამოვაცხადებ int b-ს, რომელიც იქნება 2-ის ტოლი მაგალითად და დავწერ a+b, ესეთი ჩანაწერი არის ბინარული. ესენი გავლილი გვაქვს და ვიცით. და შესაბამისად მივედით ტერნარულ ოპერატორამდე, რომელიც ასე ვთქვათ ასრულებს ოპერაციებს სამ ოპერანდზე და ეს ოპერანდები შედარებით რთული ტიპისაა. ამიტომ მოდი ეს მაგალითი წავშალოთ. აი აქ ზევით ხედავთ ჩვენ ასე ვთქვათ ტერნარული ოპერატორის მუშაობის პირობას, ხო, რომელსაც ანუ რეალურად თუ ოპერატორების დონეზე შევხედავთ, ტერნარული ოპერატორები იყენებს მხოლოდ აი ამ ორ ოპერატორს. ეს არის კითხვის ნიშანი და ეს არის ორი წერტილი. მაგრამ საინტერესო არის მათი განლაგება და მუშაობა. ანუ ამ მაგალითში, რომელიც ზევით წინასწარ მომამზადე, ეს გვეუბნება რას? ანუ არის რაღაცა პირველი ოპერანდი, რომლის გვერდით იწერება გარკვეული პირობა. შემდეგ ისმევა კითხვის ნიშანი და ანუ გამომდინარე იქიდან რა შედეგს დააბრუნებს აი ეს პირველი ოპერანდის პირობა და ზოგადად ეს პირველი მარცხენა მხარეს მდგომი კონსტრუქცია სრულდება კითხვის ნიშნის მარჯვნივ მდგომი ასე ვთქვათ ვარიანტებიდან ერთ-ერთი. ანუ ან შესრულდება მეორე ოპერანდი, ან შესრულდება მესამე ოპერანდი. ანუ true შემთხვევაში შესრულდება მეორე, false-ის შემთხვევაში შესრულდება მესამე. ახლა უკვე თუ ყურადღებით უსმენთ ასე ვთქვათ წინა გაკვეთილებს, უკვე დარწმუნებულია რომ რაღაცას უნდა გაგონებდეთ ეს ჩვენი ტერნარი ოპერატორი, რაღაცა კონსტრუქციას, რომელიც ჩვენ ადრე განვიხილეთ. ეს კონსტრუქცია არის if-else, ხო? და თქვენ შეატყობდით რომ რეალურად ასე ვთქვათ ტერნარი ოპერატორი აკეთებს ზუსტად იგივე, რასაც აკეთებს if-else. უბრალოდ განსხვავება ისაა, რომ ტერნარი ოპერატორის კოდი შეგვიძლია ჩავწეროთ გაცილებით უფრო კომპაქტურად. მოდი განვიხილოთ ესეთი მაგალითი, ოღონდ ჯერ დავწეროთ ეს მაგალითი if-else კონსტრუქციის გამოყენებით და მერე გადავწეროთ ტერნარი ოპერატორის საშუალებით. ანუ დავწეროთ უმარტივესი რაღაცა კონსოლური პაროლის შემოწმების პროგრამა, რომელიც გარკვეულ სახის პაროლს შეამოწმებს და დაგვიბრუნებს შედეგად ან true ან false. პირობითად დავიღოთ რაღაცა სიტყვა, მაგალითად 1 2 3 მაგალითად იყოს დარეზერვებული პაროლი. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი ამ 1 2 3-ს სწორად შემოიყვანს კონსოლიდან, მაშინ მივცეთ მას ასე ვთქვათ ნებართვა და შედეგი დაუბრუნოთ true. იმ შემთხვევაში თუ არასწორად შემოიყვანს, შედეგი დაუბრუნოთ false. მოდი დავწეროთ ახლა ერთად აი ეს საკმაოდ მარტივი მაგალითი. შევქმნათ რაღაცა bool ტიპის ცვლადი, რომელსაც ერქმევა LOXS მაგალითად, ანუ შესვლის ნებართვა კონდეს, ხო? default-ად მნიშვნელობა იყოს false. შევქმნათ მეორე ტიპის ცვლადი string ტიპისა, რომელიც იქნება რომელსაც ერქმევა reserved password, ანუ დარეზერვებული პაროლი.
და დარეგისტრირებული პაროლი ავიღოთ 1-2-3 როგორც თქვით ხო პირობითად ესე იყოს და შევქმნათ მესამე ტიპის string ცვლადი რომელსაც ექნება მნიშვნელობა entered user password-დან password entered by user ხო და ეს იყოს console readline-ი მივანიჭოთ ამას პირდაპირ. და დავწეროთ if-ი, ხო? If password entered by user, ანუ მომხმარებლის მიერ შემოყვანილი პასვორდი უდრის დარეზერვებულ პასვორდს, მაშინ დავწეროთ, რომ allow access-ი უდრიდეს true-ს. allow access-ი უდრიდეს true-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში allow access-ი უდრიდეს false. და ავდგეთ და ბოლოს დავაბეჭდინოთ ეს ჩვენი allow access-ის საბოლოო შედეგი, ანუ დაბეჭდოს ან true, ან დაბეჭდოს false. თუ გავუშვებთ ამ ჩვენ პროგრამას, ნახავთ ხო როგორც მუშაობს, არაფერი ამაში განსაკუთრებული, მელოდება რომ რაღაცა პაროლი შევიყვანე რაღაცა და დაბეჭდა false-ი. თუ შევიყვანე 1-2-3, დაბეჭდა true, ხო? ძალიან მარტივია. მოდი ახლა ეს ჩვენი მთლიანი ლოგიკა ავდგეთ და გადავაკეთოთ ტერნარი ოპერატორის მიხედვით. ხო, მოდი შევხედოთ ჩვენს შაბლონს ტერნარი ოპერატორისას და ვნახოთ რა ხდება აქ. პირველი ოპერანდი არის პირობა. ანუ პირობა არის ის რაღაცა, რაც აბრუნებს შედეგს ან true-ს, ან false. სად არის საწერია ჩვენს if-else კონსტრუქციაში პირობა? ვიცით რომ პირობა წერია აქ. ანუ გამოდის რომ რაც წერია აქ if-ში, ეს რაღაცა უნდა ეწეროს ტერნარ ოპერატორში პირველად, ხო? ანუ პირველ ოპერანდად. მოდი ახლა შევხედოთ მეორე ოპერანდს. მეორე ოპერანდი არის ოპერანდი, რომელიც შესრულდება ისეთ შემთხვევაში, თუ ამ პირველი ოპერანდის მიერ დაბრუნებული შედეგი არის true, ხო? და ახაც ვხედავთ, რომ if true-ს შემთხვევაში სრულდება მეორე ოპერანდი. ანუ გამოდის, რომ ჩვენ if-else კონსტრუქციაში რა შემთხვევაში, ანუ სად არის true-ს შესრულების ლოგიკა, ესე იგი, ანუ არის ეს, ხო? გამოდის, რომ ეს პირობა ანუ if-ის scope-ებში გაწერილი პირობა გახლავთ სწორედ მეორე ოპერანდი, რომელიც ასე ვთქვათ, სრულდება პირველი ოპერანდის შედეგიდან გამომდინარე true-ს შემთხვევაში. და გარდა ასე ვთქვათ, თუ ეს არის true, შესაბამისად ვხედავთ, რომ აქ წერია if false, შესაბამისად ამის საწინააღმდეგო პირობა, ანუ ეს, ანუ else-ში გაწერილი პირობა არის მესამე ოპერანდი. ხო და მოდი ახლა, რადგან ყველაფერი გასაგებია, გადავიდეთ და გადავაკეთოთ ეს ჩვენი კოდი. ეს ჩვენი if-else კონსტრუქცია ჯერჯერობით არ წავშალოთ და უბრალოდ დავაკომენტაროთ. და პირველს რასაც წერთ, აი ამ სქემის მიხედვით, ეს არის პირობა. და მოდი ახლა ასე ვთქვათ 100 გადავწეროთ ჩვენი ასე ვთქვათ კონსტრუქცია. დავსვათ allow access-ი. allow access-ი და მას ავდგეთ და პირდაპირ მივანიჭოთ აი ჩვენი if-else კონსტრუქციიდან აღებული პირობა. ანუ თუ password entered by user-ი უდრის reserved passwords. კი ბატონო, ეს დავწერეთ. ამის შემდეგ ჩვენი ანუ მივხვდით ხო, ანუ აქ ვიღებთ რაღაც შედეგს, გარკვეულ შედეგს, რომელიც არის ან true ან false-ი და აი ამ დაბრუნებულ შედეგს ვინახავთ allow access-ის ცვლადში. შემდეგ ჩვენი პირობა გვეუბნება, რომ უნდა დავსვათ კითხვის ნიშანი. დავსვათ კითხვის ნიშანი და შემდეგ სინტაქსი გვეუბნება, რომ უნდა გავწეროთ ისეთი შემთხვევა, თუ ეს შედეგი, ანუ allow access-ი იქნება true. ანუ თუ ეს შედარების შედეგი დააბრუნებს true-ს. ამიტომ ავდგებით და პირდაპირ დავწერთ true-ს. გადავხედოთ შემდეგ ჩვენს სინტაქსს და გვეუბნება, რომ უნდა დავსვათ ორი წერტილი. ორი წერტილის შემდეგ კი უნდა გავწეროთ სიტუაცია, რომელიც განიხილავს იმ შემთხვევას, თუ ეს შედეგი დააბრუნებს false. აქედან გამომდინარე, ეგრევე დავწეროთ false. დავსვათ წერტილმძიმე. კი ბატონო, სულ ეს არის, რაც უნდა გავაკეთებინა. ანუ აი ეს სინტაქსი, რომელიც ჩვენ აქ დავსვით, აბსოლუტურად იდენტური არის აი ამ სინტაქსისა, რომელიც ჩვენ ზევით გვქონდა. და თუ გავუშვებთ ახლა აი ამ ჩვენს შედეგს, თუ შემოვიყვანთ რაღაცა
რაღაცას, მივიღებთ false, თუ გავუშვებთ და შემოვიყვანთ 1 2 3-ს, მივიღებთ true-ს. ანუ ეს ჩვენი ლოგიკა აბსოლუტურად ერთნაირად მუშაობს ორივე შემთხვევაში. მოდი ახლა ეს მაგალითი წავშალოთ და განვიხილოთ კიდე ერთი მაგალითი, რომელსაც ექნება შემდეგი პირობა. ანუ კონსოლიდან შემოვიყვანთ რაღაცა რიცხვი, არ ვიცით რა რიცხვი ცხადია და იმ შემთხვევაში თუ ეს რიცხვი იქნება დადებითი, გამოვიტანოთ ეს რიცხვი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ეს რიცხვი იქნება უარყოფითი, გამოვიტანოთ 0. ანუ უარყოფითი რიცხვები საერთოდ არ გამოვიტანოთ, გამოვიტანოთ ან დადებითი, ან 0. მოდი დავიწყოთ. შევქმნათ რაღაცა სვლადი, რომელსაც დავარქმევთ input data-ს და დავწეროთ int parse console read line. კი ბატონო, ეს ამ ამოცანას ამ მაგალითს ეგრევე ტერნარი ოპერატორით დავწერთ. შესაბამისად, მოდი შევქმნათ მეორე სვლადი, რომელსაც ერქმევა output data, სადაც ჩვენ ასე ვთქვათ, აი ამ input data-ს შედეგს შევინახავთ. მოდი და ამ output data-ს მივანიჭოთ ესეთი რაღაცა. ანუ თუ input data ნაკლები არის 0-ზე, დავსვათ კითხვის ნიშანი და დავწეროთ 0-იანი. შემდეგ დავსვათ 2 წერტილი და დავწეროთ input data. ანუ ამით რა ვთქვით? იმ შემთხვევაში თუ input data, ანუ ის რიცხვი, რომელიც შემოყავს, ნაკლებია 0-ზე, მივანიჭოთ მნიშვნელობა 0. ანუ უარყოფითებს არ წერთ, ხო? ანუ შევთანხმდით ამას. სხვა შემთხვევაში, ანუ ეს 2 წერტილი ნიშნავს სხვა შემთხვევას, input data დავტოვოთ ისე როგორც არის. ანუ იმ შემთხვევაში თუ დადებითია. ანუ აქედან დასკვნა. წარმოიდგინეთ, რომ ეს კითხვის ნიშანი არის if-ი. და აი ეს 2 წერტილი არის else. შეგიძლიათ აი ესეთ თუ უფრო გაგიადვილდებათ, ესეთ წარმოიდგინოთ. იმიტომ რომ 2 წერტილის მარჯვნივ რასაც წერთ, ეს არის იგივე რასაც წერთ else-ის ქვევით, ხო? ანუ სხვა შემთხვევაში მოხდეს რაღაცა. აი ეს სხვა შემთხვევაში გამომხატველი არის ეს 2 წერტილი. ანუ შესაბამისად else-ის პარალელურად else-ის სინონიმი არის აი ეს 2 წერტილი, ხო? აი ეს კითხვის ნიშანი არის თავად if-ის სინონიმი. შეგიძლიათ ესეც წარმოიდგინოთ. და მოდი ეს output data outget და კონსოლში გამოვიყვანოთ. ანუ ელოდება ჩვენგან რომ რიცხვს შემოვიყვანთ დავუშვათ 8-იანი და შედეგად დაგვიბეჭდა 8-იანი, ხო? ну როგორც გაწერილი იყო ისეთ შემთხვევაში. ელოდება რაღაცა რიცხვს თუ შემოვიყვანთ -8-იანს მაგალითად ადგება და შედეგში დაბეჭდავს 0-იანს. შესაბამისად ეს პროგრამა მუშაობს ისე როგორც ვთქვით რომ უნდა იმუშაოს. ანუ კიდე ერთხელ, ანუ აი ეს კითხვის ნიშანი ეკითხება რა სახის ინფორმაციას აბრუნებს. ანუ თუ კითხვის ნიშნის მარცხნივ დგომი ასე ვთქვათ კონსტრუქცია აიღებს მნიშვნელობას false, მაშინ შესრულდება 2 წერტილის მარჯვნივ დაწერილი პირობა, სხვა შემთხვევაში შესრულდება კითხვის ნიშნის პირობა. ანუ ამ შემთხვევაში თუ input data ნახეთ რომ ნაკლები არის 0-ზე, შესაბამისად შედეგი აიღო true, აქედან გამომდინარე დაწერა 0-იანი. იმ შემთხვევაში თუ ეს შედეგი დააბრუნებდა false, ну ეს 0-იანი ცხადი აღარ დაიბეჭდებოდა, შევიდოდა ამ 2 წერტილში და დაიბეჭდებოდა input data. ანუ თავიდან შეიძლება ცოტა გაუგებარი იყოს ეს, მაგრამ ну შემდეგ მაგალითებში მიხვდებით, რომ პრაქტიკაში ძალიან კარგი გამოსაყენებელია ხოლმე რაღაც მომენტებში. ეხლა მოდი დავსვათ დებაგერი და დებაგერით გადავუყვეთ და ვნახოთ რა თანმიმდევრობით ხდება ამ კოდის შესრულება. გავხსენი ჩვენი კონსოლი და ელოდება ჩემგან რიცხვის შემოყვანა. შევიყვანოთ დავუშვათ 20. ну შემოვიყვანე 20 და ну ხედავთ რომ შემოსული მონაცემი, ანუ input data უდრის 20. ეხლა უკვე შევიდა ტერმინალში და სრულდება, ასე ვთქვათ, ეს ჩვენი პირობა. თუ დავდგებით აი აქ სადაც მოწმდება ეს ჩვენი პირობა, ნაკლებია თუ არა 20 0-ზე, დავინახავთ რომ აი ამის შედეგი იქნება false, იმიტომ რომ 20 ვიცით რომ 0-ზე ნაკლები არ არის, ხო? აქედან გამომდინარე, აი input data-ში დაბრუნებული შედეგი თუ არის false,
შესაბამისად, output data-შიც რა თქმა უნდა დაიმახსოვროს მნიშვნელობას false და შესაბამისად შესრულდება ეს ორ წერტილის მარჯვნივ დაწერილი პირობა, რომელიც გვეუბნება, რომ ასე ვთქვათ, დაბეჭდოს პირდაპირ input data. შესაბამისად, თუ გადავალთ ჩვენს კონსოლში, ვხედავთ, რომ დაიბეჭდება 20-იანი. მოდი ახლა თავიდან ვცადოთ. კიდევ ერთხელ გავუშვათ და შემოვიყვანთ რაიმე სახის უარყოფითი რიცხვი. მოდი ერთი გავუშვათ. შემოვიყვანთ -55, ხო? შევიყვანეთ -55. თუ დავდგეთ პირობის შემოწმებაზე, დავინახავთ, რომ -55-ის მნიშვნელობა არის true. შესაბამისად, თუ -55-ის მნიშვნელობა არის true, ერთი ნაბიჯი წინ გადავიწევთ და დაიბეჭდება სწორედ აი მკითხვის ნიშნის მარჯვნივ პირველივე დაწერილი პირობა, ანუ კონსოლში გამოვა შედეგი 0. მე მგონი გასაგებია. ანუ მოდით დავასკვნათ, რაში შეგვიძლია აქტიურად გამოვიყენოთ ეს ჩვენი ტერნარი ოპერატორი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ if-else-ში არ გაქვთ რაღაცა განსაკუთრებულად რთული ლოგიკა გაწერილი და უბრალოდ ესეთ მარტივ მონაცემების დაბრუნება გიხდებათ, მაგალითად, როგორც არის true და false, როგორც ჩვენ შემთხვევაში შევამოწმეთ ჩვენი მაგალითიდან გამომდინარე, შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ ეს ტერნარი ოპერატორი, რომელიც გაცილებით უფრო ელეგანტური ჩანაწერია და ასე ვთქვათ, მუშაობს იგივენაირად, ანუ წერ უფრო ცოტას, მაგრამ შედეგად იღებ იგივე შედეგს. ეს არის ასე ვთქვათ, პროგრამირების ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ხო, რომ წერ რაც შეიძლება პატარა კოდი, მაგრამ ეს პატარა კოდი იყოს ყოვლის შემძლე და ძლიერი. კი ბატონო, დღეისთვის დავასრულოთ, სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. შევხვდებით მომავალ ლექციაზე და უკვე ნამდვილად შემდეგ ლექციიდან დავიწყოთ მასივების ახსნას. გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.